ქართულ ოცნებას აქ ხა რაღაცა კონკრეტული ხაზი არჩეული, რომელიც სინამდვილეში შეიძლება აქ ეფექტურად გამოიყენო რაღაც მოკლე პერიოდში. ანუ რას გულისხმობ? აი ესეთი რაღაცა პოზაში ჩადგომა, რომ მე ომს არ ვაპირებ, სწორია, პრემიერმა რაც თქვა. არ ჩაერთვება საქართველოს ომში, არც შეგვიძლია რომ ის ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. ეს ყველაფერი სწორია, მართალია, ეგრე არის. და მაგაში ვეთანხმები კი არა, აი მადლობა ღმერთს რომ ხო. მაგრამ აი პრობლემა რა არის? ამის მერე რაც გრძელდება, რომ და ეს არაფერს ხელს არ უშლის ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციას, ჩვენ მტკიცედ მივყვებით დასალურ გზას და უკრაინას პოზიციას ეს უბრალოდ აი პოდოლაკი ცუდი კაცია და იმიტომ თქვა აქ რაღაცა გაუგებრობა. აი ეს მეორე ნაწილი სინამდვილეში. ესეც ჩვეულებრივად ფაქტი არის იმის მიუხედავად ხა ამას პოზიტიურად უყურებ, არ უყურებ, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ანუ ბოლომდეა სიმართლის სათქმელი, ხო? კი, იმიტომ რომ აი ესეთი ილუზიის შექმნა, რომ მე თან რასაც დასავლეთი მთხოვს, იმას არ ვაკეთებ. ვამბობ, რომ ეგ ჩემი ქვეყნის დაღუპვა, ოღონდ ამბობ, რომ თან რომ მე დასავლეთში მივდივარ და დასავლეთი ძალიან მიყვარს და დასავლეთი ჩემი არჩევანია, ოღონდ აი ხა თავის მოკლას რომ მაიძულებს, ეგ არ მომწონს და თავის მოკლას არ ვაპირებ, მაგრამ ეგ ჩემი მეგობარია. აი ეგეთი რაღაცები ძალიან ლიმიტირებულ დროს ძლებს ხოლმე.